ჩემო ნიკოლოს მესამე გადაცემაა, ხო გიო? აღარ დადგა ეხა მე და გიორგის დუეტს რო ელოდება ჩვენი მაყურებელი რო ვიმღეროთ? დღესაც რო არ ყოფილიყო მე დაკარგავდი. მაგრამ მადლობა რომ დღეს მაინც მოვაგვარეთ ეს ამბავი. გიო, მოდი რა უცბად გითხარი დაწვრილებით მე მივდივარ ხოლმე აქედან ჩაწერაზე ამ საათზე მოვარდები აქო არც ის ვიცი როგორ არის რა არის რა დავარქვით მოდი რომ სახელს ჯერ იმღერეთ და მე სახელს მე მოგიფიქრეთ რა სანამ საეთეროში გავა მოვიფიქრეთ მაგრამ თეოლურ მოტივებზე არის რა და გითხარი ტექსტის ავტორი, კომპოზიტორი, ასე ვთქვათ, არანჟი. ნუ ეს ჩვენი დუეტი პირველია თეოლურ მოტივებზე, ხო? და მე მგონი ამ ჟანრში პირველად უნდა. ძალიან საინტერესო იქნება. ისეთი მუსიკა ყველასთვის ნაცნობია და ეს თეოლურ მოტივებში ძალიან გამოყენებადია ეს მუსიკა, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ. ნუ ტექსტის ავტორი ჩვენი ვასკა გრიგალაშვილი. ვასასი, ბრავო. ვასასი, რომელსაც შეუძლია ვაკეთოს სასწაულები. ნუ რა თქმა უნდა. აქვე მინდა ვთქვა ბოდიში რომ წინ პირველი სიმღერა ჩვენი აჭარული მოტივებზე რომელიც იმის ტექსტის ავტორიც ვასკაა. ასე რომ მადლობის მე. მოკლედ ამის შემდეგ შეგვიძლია ხოლმე ავტორი აღარ ფოთ სხვა თუ იქნება მაშინ. ბიჭებს მადლობა. ბიჭებთან ერთადაც პირველი ნამუშევარია ჩვენი კი ამ ანსამბლთან ერთად პირველი ნამუშევარია და მადლობა ზაზა გოჩიტაშვილის რომელიც დღე და ღამეს ყველაზე გამხდარ კაცს მსოფლიოში ჩემს ვერე კი კარგი მე ცალ სიურპრიზი არ გამომივიდა დაინახე მოცეკვავე მაგრამ მე მგონი მოუხდებიან და მინდა რომ ფრიდონ სულაბერიძე უმცროს დიდი მადლობა გადაუხადოთ დღევანდელი ჩვენ გადაცემაში გაფორმებული ცეკვებისთვის ნახტაც უნიჭერესა და მე მგონია რომ ისტორიული გვარის მატარებელია და კარგი გამგზელებელი ის ხმაჩვილი და დიდი მადლობა ფრიდონს ამისთვის. გიო მოდი ჩემთან ეხა რა არის ეს რა ქვია მოტივები თუ შურა და არ უხდება ეხლა ამას და მოდი აქედან ნერვები არ მოგიშალო. ასევე პირდაპირ ეთერში ცოტა ხანს შევინახოთ ეს შენ გედაცვა. თას არ უხდება ნამდვილად. კარგით, მაშასე, წავედით.